მოგესალმებით, დღეს ჩვენ ვიმყოფებით ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმში. დღეს 2-3 სიტყვით გესაუბრებით ძმები ნობელების შესახებ, მათ მოღვაწეობაზე და რა კვალი დატოვეს ბათუმის ისტორიაში. დავიწყოთ იქიდან, რომ ძმები ნობელები გახლდათ შვედურ-რუსული ოჯახის წარმომადგენლები. ისინი მოღვაწეობდნენ სანქტ-პეტერბურგში. ოჯახის უფროსი იმანუელ ნობელი გახლდათ არქიტექტორი პროფესიით. ის იყო დაკავებული იარაღის მეწარმეებით, შვილებიც შესაბამისად ამ საქმიანობით იყვნენ დაკავებულები და კავკასიაში ისინი ჩამოვიდნენ იმ მიზნით, რომ იარაღისათვის საკმაოდ კარგი ხარისხის ხის მასალები შეეძინათ. სწორედ კავკასიაში მოგზაურობის დროს მათ აღმოაჩინეს ბაქოში ნავთობის ჭაბურღილები და ძალიან სწრაფად მიიღეს გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ იარაღის მეწარმეობა ნავთობწარმოებით ჩაენაცვლებინათ. იმ პერიოდისათვის ბაქოში ნავთობის მოპოვება ხდებოდა კუსტარული წესებით. ლუდვიგ ნობელი, როგორც ინჟინერ-გამოგონებელი, ჩაერთო ამ პროცესში, მან სწრაფად შეიმუშავა ნავთობის მოპოვების ტექნოლოგიები და ნავთობის მოპოვება უკვე მათთვის გახდა ძალიან იოლი და მასშტაბურობა მის ნავთობის მოპოვების გადავიდა უკვე იმ ეტაპზე, რომ საქმე მიდგა მის ტრანსპორტირებაზე. სწორედ აქედან იწყება ძმები ნობელების კავშირი ჩვენს ქალაქთან, რადგან ბათუმი იქნა შერჩეული როგორც ყველაზე სტრატეგიული გეოპოლიტიკური ადგილი ნავთობის გასატანად უკვე სხვადასხვა ქვეყნებში. ნავთობის ტრანსპორტირება მოიაზრებდა უკვე ტრანსპორტირების სხვადასხვა სახეობის განვითარებას. ეტაპობრივად, რა თქმა უნდა, პირველი იყო რკინიგზა, ბაქოდან ბათუმამდე პირდაპირ ხაზი არ არსებობდა, ამიტომ სამტრედიდან განშტოება გაიყვანეს, ძმები ნობელების დიდი ღვაწლია მას ჩადებული. ბათუმამდე ჩამოდიოდა ვაგონ-ცისტერნებით ნავთობი და რეზერვუარებში ინახებოდა, ცილინდრისებური ფორმის რეზერვუარებში, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ მაინც საჭირო დარჩა უფრო მასიურ და მასშტაბურ ტრანსპორტირების ფორმაზე გადასვლა, ამიტომ დაიგეგმა ნავთობსადენის მშენებლობა, რომელიც 8 წლის განმავლობაში შენდებოდა. მისი სიგრძე გახლდათ 996 კილომეტრი და მასზე დამონტაჟებული იყო 16 ორთქლის ტუმბები, რომლებიც უზრუნველყოფდნენ ნავთობის ხარისხიან გამოდინებას. ორთქლის ტუმბები ლუდვიგ ნობელის ნახაზების მიხედვით იყო აგებული. ნავთობსადენის მილის მშენებლობის პარალელურად შეიქმნა ნავთობჩასაღვრელი ტანკერი ზოროასტერის სახელწოდებით. მისი ავტორი გახლდათ ლუდვიგ ნობელი. ჩვენს მუზეუმში წარმოდგენილი არის ფოტოც და ნახაზიც. ზოროასტერი შემთხვევით არ დაარქვეს, რადგან ზოროასტრიზმი, როგორც რელიგიური მიმართულება, რომელიც ჩამოყალიბდა ახლო აღმოსავლეთში, ცელს თაყვანისმცემლობას მოიაზრებდა. ზოროასტრიზმის სიმბოლო, როგორც კომპანიის ლოგოტიპი გამოყენებული იქნა შემდგომ ძმები ნობელების მიერ. ძმები ნობელების მიერ დაარსებულ ნავთობწარმოებელ კომპანიას ერქვა ტავარიშისვა ბრა ნობელი. იგი 1879 წელს დაარსდა. იმ დროისათვის უმსხვილესი რუსული ნავთობის კომპანია გახდა. იგი აწარმოებდა ნავთობის მოპოვებასა და გადამუშავებას ბაქოში. რუსეთის ისტორიაში პირველი ვერტიკალურ ინტეგრირებული ნავთობკომპანია გახდა, რომელსაც გააჩნდა სრული ტექნოლოგიური ციკლი ნავთობის მოპოვებიდან მის გაყიდვამდე, ანუ შეიქმნა ტრანსპორტი და სარეალიზაციო ქსელი, მოიცავდა ნავთობის მილსადენებს, ტანკერებს, ვაგონ-ცისტერნებს, სანაპირო ნავთობის საცავებსა და რკინიგზის ქსელებს. ეს გახლავთ მცირე ნაწილი იმ ისტორიისა, რომელიც წარმოდგენილია ჩვენს მუზეუმში.